გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად. ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა. დაიჯდა თურმე ჩვენი დენთი საერთო ჯამთან, უხორცო იყო, ცოტა სვამდა და ცოტას ჭამდა. გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს. მარტო დამჯდარა, მარტო სული და უსვამს მარტოს, არ მიუხვია ეს ტიციანს. არა და არა დაასრულებად. უხერხულად კარგა ხას მსდარა. უცებ დუქანში შემოსულა რეგუნების ჯგუფი. გალაქტიონთან ერთად რეგვენს მოსვლია ჯგუფი პოეტი მეფე ვერ მიხვდარა. რატომ და რისთვის უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგული მისთვის. აფექტებია გვეცრა ტიციანს დემთი. წამოვარდილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დემდი დაუდგამს ჭიქა შეუხდია კისერზე ბანტი და უხეთკია რეგულის ჯგუფში რეგლისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგლებს. ზედა ხაჭუხი შეზღომიათ ბოთლებს და ნეკნებს და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლი დამსხრალა და უფრენია თხებივი დაუმიც დამსხრალა. იტე ძამიკოჩა შილინივი დამპირებულა გალაქტიონი და ორთავი ატირებულა. ორ პირის ფშანზე გაზრდილი ბიჭებს უეცრად სრემლი ამოდგომიათ და ხაუნა კოცნა შექმნია ცმური. რაც ეკნებოდათ სამდურავი იციან ვიცით ჩვენი ბავშვები ამდგარან და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამ თურმე საერთო ღმერთი. ეს ამბავი მემიამო არაბში გალა და თუ უმატებან უაკლებან რამეს მალა ვარა მიიღოს ის წარწერა სულით და გულით იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური გული გულს იცნობს ხონე მარჯვენი მარჯვენს ლეგენდა დარჩეს მეგობრებო ლეგენდა დარჩეს. აი ხარეთ